რომელსაც უყვარდეს მამა, ანუ დედა უფროის ჩემსა. და ზოგს იბნევა ხოლმე ხო დამწყები ქრისტიანი, როგორ დედა და მამა არ მიყვარს, რას კი არ გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს და მეტიც, კაცო, ცნებათა გაკ არ გიყვარს და დედმამის შეურაცხყოფელი მოკვდეს, სასკვნილო ცოდვაა. ეს ძველი აღთქმის კანონია, მაგრამ ის გადმოსულია თავისი სულით ახალ აღთქმაში. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ეგოისტს უყვარს დედას, მამას, შვილის, ყველას. ყველა შეიძლება გიყვარდეს. ესეთია ეგოისტი და მე თავი მოიწონო, მე ძმაოს იდედის მიყვარს. ყველა შეიძლება გიყვარდეს. ამიტომ გეუბნება, რომელსაც უყვარდეს მამა, ანუ დედა უფროის ჩემსა, იგი არ არის ჩემ და ღირს. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები საშნელი სიტყვებია, როცა ღმერთი გეუბნება, რომ ჩემი ღირსი არ ახარ. გესმით რას ნიშნავს ეს? ღმერთი, რომელიც არის სიყვარული, რომელიც შენთვის მოკვდა, გეუბნება, რომ ჩემი ღირსი არ ახარ. აი ჩვენ სანდახარ ქრისტეს ძალიან განვიხილავთ რაღაც სენტიმენტალურ ფერებში. გესმით, გახსოვთ სამშაბათის საკითხავში იყო ესეთი რამე, რომ უფალო რასაკეთებო ამ სიტყვებს რო ეუბნებიო, დაბკოლდენო და წავიდენო ვიღაცებიო, მოწაფეები ეუბნებოდა. ქრისტე ნახე როგორ პასუხობს. გაუშვი წავიდენ. სიყვარული, განხორციელებული სიყვარული, რომელიც ყველაზე უკანასკნელი ცოდვილისთვისაც კი ღრის ჯვარზე თავის სისხლს, რა სიტყვებს ამბობს? გაუშვი წავიდენ. ეს არის გაგიჟდე, როგორ ისეთი რამე თქვია, რომ ვერ გაიგეს წავიდენო, დაბკოლდენო, გაუშვი წავიდეს. და აი ესე იტყვის ჩვენზე, გაუშვი წავიდეს. არ უნდა თეოდორეს ჩემ დაუხმნა, გაუშვი წავიდეს. ნახეთ რა მხელა პასუხისგებლობა აქვს ჩვენ თავისუფლებას. ღმერთი, რომელიც შენთვის მოვიდა და შენთვის მოკვდა, რწმენას კი მოგცა, შენზე ზრუნავს, თუ დაინახა რომ არ გინდა, გაუშვი წავიდეს. და სად მიდიხარ რომ წავიდეს? სად წავიდე რომ წავიდე? პეტრე არ ეუბნება, პეტრეს არ ეუბნება, მე გახსოვთ, რომ შენ თქვენ ხომ არ წახვალთ მოწაფეებს ეუბნება. და პეტრე რას ეუბნება, სად წავალთ, როცა შენთან მარადიული სიცოცხლეა. სხვაგან არ არის სიცოცხლე, შენთან არის, სად წავიდე კაცო? მაგრამ უფალი გეუბნება, გაუშვი წავიდეს. და აი რომელსაც უყვარდეს მამა, ანუ დედა უფროის ჩემსა, იგი არ არის ჩემ და ღირს, ასევე საშნელი სიტყვები, მაგრამ იმ სიტყვების მსგავსი გაუშვი წავიდეს. და რომელსაც უყვარდეს ძე, ანუ ასული უფროის ჩემსა, შვილი წარმოიდგინე. და თუ გეყვარება შვილი ჩემზე მეტად, იგი არ არის ჩემ და ღირს. აი სწორედ ამ ეგოისტურ სიყვარულზეა საუბარი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს, ეს სიყვარულია კრუხსო მწიწილა უყვარს, ლამაზია, ლამაზია. მშვენიერია, თავსაც წირავს კრუხი. გესმით? გადასარევია. მაგრამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ კრუხს წიწილა უყვარს. ამაზე ვსაუბრობთ. ამ ინსტინქტებზე ვსაუბრობთ. რომელიც ლამაზია, კარგია, მე როგორ შეიძლება ამის უარყოფა, დიდებულია. ამაზე ვსაუბრობთ. თუ მარადილ სიცოცხლეზე ღმერთში როგორც ღმერთის მსგავსი არსებანი, იმაზე ვსაუბრობ, რაღაც გონება მიუწვდომელზე, ისეთ დიაძე, რომ საშიშიც კი არის, გააზრებაც, რა ბედნიერება გველოდება, რაზე ვსაუბრობ?